მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 11 ნოემბერს ღირსმოწამე ანასტასია რომაელს მოიხსენიებს. იმპერატორ დეკიუსის, მისი თანმხლები ვალერიანესა და მხედართმთავარ პრობოსის მმართველობის დროს ქალაქ რომთან ახლოს მდებარეობდა დედათა მონასტერი. აქ მოღვაწეობდა კეთილმსახური იღუმენია სოფია, რომელმაც 3 წლის ასაკში დაობლებული ანასტასია მიიღო და ღვთისმოშიშებით აღზარდა. როდესაც ღვთისრჩეულს 20 წელი შეუსრულდა, ის საოცარი სილამაზით გამოირჩეოდა. ანასტასიას მშვენიერების შესახებ რომშიც გაიგეს და მისი ხელის მთხოვნელები მალევე გამოჩნდნენ. თუმცა ნეტარს ქრისტესთვის თავის შეწირვა უნდოდა და ეშმაკის მიერ გამოგზავნილ ცდუნებებს უმკლავდებოდა. მაშინ ეშმაკმა კიდევ უფრო დიდი განსაცდელი მოუვლინა მას. ურწმუნო ადამიანებმა მხედართმთავარ პრობოსს დედათა მონასტერში მცხოვრები ქალწულის შესახებ უამბეს. მოახსენეს, რომ ანასტასიას არათუ დაოჯახება არ უნდოდა, არამედ მათი ცხოვრების წესსაც აუგად მოიხსენიებდა. მაშინ მეთაურმა გადაწყვიტა ანასტასიას ხილვა და მის მოსაყვანად მსახურები წარგზავნა. მეომრები დიდხანს ვერ აღებდნენ მონასტრის კარებს, ბოლოს მათ ნაჯახით დაჩეხეს და შეანგრიეს ის. შეიარაღებულებს იღუმენია სოფია დახვდა და მათი მოსვლის მიზეზის გაგების შემდეგ უთხრა, რომ სიამოვნებით გადასცემდა მათ ანასტასიას, მომზადებისთვის კი 2 საათის თხოვა. გამზრდელმა უფლისრჩეულს მოწამეობრივ ღვაწლზე მისცა კურთხევა. იღუმენიამ უთხრა, თუ კი გაიგებდა, რომ ანასტასია ამ ქვეყნიურ სიამოვნებას დასთანხმდა და ქრისტე უარყო, წამიერად მოკვდებოდა. იმ შემთხვევაში კი თუ ნეტარი მაცხოვრის სახელისთვის ევნებოდა, დიდად გაიხარებდა. ღვთისრჩეულმა დაამშვიდა აღმზრდელი და საკუთარ სიმტკიცეში დაარწმუნა. პრობოსმა წმინდანის სიყმაწვილე და მომხიბვლელობა რომ იხილა, მისი გადაპირება სცადა. მაცხოვარზე უარის თქმის შემდეგ ის ანასტასიას რჩეულ საქმროს, დიდებასა და პატივს სთავაზობდა, რაზეც ნეტარმა მიუგო, რომ მისი სიძე, საუნჯე, ცხოვრება და სიხარული ქრისტე იყო და ტანჯვიშიშით ვერ განაშორებდა უფალს. ამ პასუხის მოსმენის შემდეგ განრისხებულმა მეთაურმა მსახურებს ანასტასიას სასტიკით ცემა, ტანსაცმლის შემოგლეჯვა და ხალხის წინაშე ასე გაყვანა უბრძანა. ნეტარი განსაცდელს სიმშვიდით შეხვდა, რაზეც პრობოსი კიდევ უფრო განრისხდა. ამის შემდეგ მხედართმთავარმა იგი 4 ბოძზე გააკვრევინა, ქვეშ კი ცეცხლი შეანთებინა. მარტვილი სასტიკ ტანჯვას მოთმინებით უძლებდა და უფალს დახმარება შესთხოვდა. მეომრები წმინდანს იქამდე სცემდნენ, სანამ არ დაიღალნენ. ბოლოს წმინდა ანასტასია ბორბალზე გააკრეს და თითქმის ყველა ძვალი დაულეწეს. წმინდანი ევედრებოდა მაცხოვარს, არ დაეტოვებინა იგი, რადგანაც მისი სული უძლურდებოდა და სხეული განადგურებული იყო. ლოცვის წარმოთქმის შემდეგ მბრუნავი ბორბალი საოცარი ძალით გაჩერდა და წმინდანიც უვნებელი გადარჩა. ამ სასწაულმა ბევრი განაცვიფრა, თუმცა პრობოსის გული კიდევ უფრო აღევსო სისასტიკითა და სიძულვილით. მაშინ მან კითხა ანასტასიას, მოსწონდა თუ არა ჯვარცმულისთვის ტანჯვა და სიკვდილი, რაზეც ნეტარმა მიუგო, რომ მისთვის, ვინც გამორჩეულად უყვარდა, წამებას სიხარულით იღებდა. მხედართმთავარმა განაგრძო ღვთისრჩეულის არაადამიანური წამება და აბუჩა დაგდება. ანასტასია კი ისევ მოთმინებით ლოცულობდა. წმინდანმა იქვე მდგომ მსახურ კირილეს წყალის თხოვა და ახალგაზრდად დაეხმარა მას. ეს რომ პრობოსმა შეამჩნია, იფიქრა კირილე ქრისტიანი იყო და მისი მოკლის ბრძანება გასცა. ახალგაზრდა მსახური მართლაც ჭეშმარიტ სარწმუნოებას აღიარებდა და სასჯელი სიხარულით მიიღო. წმინდა ანასტასია განაგრძობდა ღვთის მიმართ ლოცვას, ამიტომაც მეთაურმა მას ენა მოაჭრა. მალე პრობოსის სისასტიკემ ხალხის აღშფოთება გამოიწვია. ქალაქის თავი იძულებული გახდა ღვთისრჩეულის ტანჯვა შეეჩერებინა და მისთვის თავის მოკვეთის ბრძანება გასცა. ნეტარის ცხედარი ქალაქგარეთ დააგდეს მხეცების საჯიჯგნად, მაგრამ უფალმა არ დაუშვა სიწმინდის შეურაცხყოფა. ზეგარდმო მინიშნებით წმინდა ანასტასიას ნეშტს აღმზრდელმა სოფიამ მიაკვლია. იღუმენია დიდხანს დასტიროდა ღვთისრჩეულს და მადლობას უხდიდა, რომ მისი რჩევები გაითვალისწინა და ყველა სატანჯველი სიხარულით მიიღო. კეთილმსახურმა სოფიამ 2 ქრისტიანის დახმარებით ნეტარის წმინდა ნაწილები მიწას მიაბარა. შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ვეფხისტყაოსნის სოციოლოგიური ასპექტები, ფილოსოფია, აღმზრდელობითი მნიშვნელობა, პოემის თარგმანები, პერსონაჟები და ილუსტრაციები. შეხვედრას ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრის გამგე მანგლელი მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე ესწრებოდა. მღვდელმთავარმა კონფერენციის მონაწილეები დალოცა და რუსთაველის ეპოქისა და მისი შემოქმედების შესახებ ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ვეფხისტყაოსნის თემაზე ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია წლებია არ ჩატარებულა. ჩვენი ერის დიდება არის და სიამაყე რუსთაველი და ჩვენ მადლობთ უფალ ღმერთს, რომ დღეს გვაქვს საშუალება პატივი მივაგოთ ჩვენს გენიას და დავაფასოთ მისი ღვაწლი, მისი შრომა. რუსთაველი იყო ღვთისმეტყველი
მან პოეტური სიტყვით ადიდა უფალი ღმერთი, ყოვლადწმინდა სამება და ყოველთვის აძლევდა ძალას, ენერგიას ქართველებს, რათა მას ებრძოლა საქართველოსთვის არ დაეწყებინა ქართული კულტურა და ქართული კულტურა ყოფილიყო ქართული ერის გამოსაზღვრელი ბოლო 1000 წლის მანძილზე. 1966 წელს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მაშინდელ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში აღინიშნა პოეზიის მეფეთა მეფის დიდი შოთა რუსთაველის დაბადებიდან 800 წლისთავი. მაშინ ამ ღონისძიებას დიდძალი საზოგადოება ესწრებოდა, მათ შორის შოთა რუსთაველის პრემიის პირველი ლაურეატები ირაკლი აბაშიძე, კონსტანტინე გამსახურდია, გიორგი წერეთელი, ელგუჯი ამაშუკელი. მას შემდეგ გავიდა ნახევარი საუკუნე და დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ამ დიდ თარიღს. ჩვენი სტუდენტი ახალგაზრდობა, ჩვენი პროფესორ-მასწავლებლობა თავს ხრის მდაბლად ამ დიდი გენიოსის წინაშე, რომელმაც უკდავყო ქართველი ერის დიდი ნიჭიერება მის დიდ უკვდავ ვეფხვის აუზანში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision-ის ერთობლივი ინიციატივით ახალგაზრდებისთვის ახალი პროექტი დაიწყო. შეხვედრები ლექცია-სემინარების ფორმატში ტარდება. მოწვეულ ტრენერებს შორის არიან უცხოელი სპეციალისტები. ისინი პროექტის ფარგლებში მონაწილეებს იდეების რეალიზებასა და მიზნების მიღწევაში დაეხმარებიან. სემინარები დედაქალაქთან ერთად რამდენიმე რეგიონში დაიწყება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. მისი უწმინდესობა მუდმივად ბრძანებს, რომ ადამიანს არ შეიძლება მხოლოდ დახმარება გაუწიო, რომ მიუტანოს საკვები, არამედ ყველაზე დიდი დახმარება არის, რომ ასწავლო ადამიანს, როგორ მოიწყოს ცხოვრება, როგორ დაგეგმოს მისი მომავალი ცხოვრება, განსაკუთრებით ეს სჭირდება ახალგაზრდებს. ამიტომ ვიწყებთ უკვე სოფლიოში ძალიან ბევრ ქვეყანაში აპრობირებულ პროექტს, რომელიც ახალგაზრდებს 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს საქართველოში დაეხმარება შეისწავლონ ის ჩვევები, რაც საჭირო არის მომავალი ცხოვრებისთვის, მაგალითად სამსახურის მოძიებისთვის, თუ საკუთარი ბიზნეს გეგმა აქვს სოფელში, რაიონში თუ ქალაქში, საკუთარი ბიზნეს გეგმის დამუშავებისთვის, ასევე კომუნიკაციის, ურთიერთობის, ადამიანებთან მოლაპარაკების, ბიზნესში მოლაპარაკების სხვადასხვა ჩვევებს ვასწავლეთ. ეს არის ახალგაზრდული პროექტი World Vision-სა და საპატრიარქოს ფონდთან თანამშრომლობით, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდებისთვის ისეთი უნარების და ცოდნის განვითარებას, რომელიც დაეხმარებათ მათ შემდგომ ეკონომიკური გაძლიერებისთვის და საზოგადოებაში სრულუფლებიანი ინტეგრაციისათვის და რეალიზებისთვის. მე პირადად ეს ტრეინინგები და ეს პროექტი მაძლევს საშუალებას განვითარდე და ჩემი წვლილი შევიტანო ახალგაზრდებისთვის მიზანმიმართულ აქტივობებში. წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეების განმარტებით ხელშეკრულების მიზანი სასკოლო ასაკის მოზარდებისთვის ფართო საგანმანათლებლო შემეცნებითი და შემოქმედებითი გარემოს შექმნა. სასახლესა და უნივერსიტეტს შორის ერთიანი ხედვის და პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბება და სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის სტრატეგიის შემუშავებაა. ამ მემორანდუმის ფარგლებში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აქ მოსულ სკოლამდელ და სკოლის ასაკის ახალგაზრდებს დავეხმაროთ, სწორად განსაზღვრონ თავისი ორიენტირები, დავეხმაროთ მომავალი პროფესიის არჩევაში, დავახმაროთ ჩვენი ინტელექტუალური რესურსი, რომ საქართველოს ამ ახალგაზრდების სახით ყავდეს ძალიან ღირსეული მომავალი თაობა. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს სამწუხაროდ არ აქვს ის ტექნიკური საშუალებები, რაც აქვს უნივერსიტეტს და ისინი ჩვენ ამ მემორანდუმის ფარგლებში ამ ეტაპზე ბავშვებს გაუწევენ ტექნიკურ მხარდაჭერას თავიანთი აუდიტორიებით, რომელიც არის ტექნიკურად აღჭურვილი იმისთვის, რომ ჩვენმა ბავშვებმა უკეთ შეძლონ, დაეუფლონ 21 საუკუნეში იმ გამოწვევებს, რაც არსებობს დღეს მსოფლიოში.
ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა. ამ სახელწოდების წიგნის წარდგინებას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა. გამოცემაში ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე რთული გასაბჭოებიდან სამამულო ომამდე პერიოდის მეცნიერული შეფასებებია წარმოდგენილი. პროექტი პირველი მეთოდოლოგიური მცდელობაა იმისა, რომ სრულიად ახალ რაკურსში იქნას გააზრებული 1921-1941 წლების ლიტერატურული პროცესები. წიგნი შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ როგორც ნაკლებად ცნობილ, ისე საზოგადოებისთვის უცნობ მასალას მოიცავს. გამოცემა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივისა და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის მიერ მომზადდა. ეს წიგნი ფარავს პერიოდს 1921-დან 1941 წლამდე. ეს წიგნი მომზადდა საგრანტო პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ და ოფიციალური პარტნიორი ამ წიგნის მომზადებაში გახდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი. ასე რომ ეს რაღაც ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი შენატანია ქართული ლიტერატურული აზრის კვლევის ისტორიაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემა, იმიტომ რომ პირველად შინაგან საქმეთა არქივის მასალებზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდა კვლევა ეგრეთ წოდებული სისხლიანი 20 წლეულისა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს არის ყველაზე უმძიმესი წლები 1921-41 წლები და ეყოლება მკითხველთა ფართო წრე. რასაკვირველია, დღემდე ცოცხალი არის ის ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც თქვათ რეპრესირებულები იყვნენ იმ წლებში. მათი შთამომავლები და რასაკვირველია, მე ვიმედოვნებ, რომ ახალგაზრდებიც ძალიან დიდი ყურადღებით წაიკითხავენ იმ წიგნს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, მათ ბევრი რამ არ იციან იმ დროს განვითარებული მოვლენების შესახებ და ეს წიგნი იქნება საუკეთესო გზამკვლევი მათთვის, რომ დაუბრუნდნენ თავიანთი ქვეყნის ისტორიულ ფესვებს. ლიტერატურის ინსტიტუტმა საკმაოდ ცელი სამუშაო ჩაატარა, ანუ მათ დაამუშავეს სისხლის სამართლის საქმეები, რომელიც საბჭოთა პერიოდში იყო აღზრული 1921-დან 1941 წლამდე. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო ძალიან რთული სამუშაო. ფაქტობრივად მათ გადასინჯეს ყველა საქმე, რომელიც ჩვენ საცავებში იყო დაცული და უნდა აღინიშნოს, რომ აღმოჩენილი იყო ბევრი უნიკალური დოკუმენტი, რომელიც ვფიქრობ, რომ ფართო საზოგადოებისათვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს. აქ არის დოკუმენტები, რომელიც ეხება როგორც გამოჩენილ პიროვნებებს, ისე სავსებით უცნობ პიროვნებებსაც და მე მგონია, რომ აი ამ წიგნით ქართული საზოგადოება მიიღებს დიდ საჩუქარს, სადაც ისინი ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მძიმე წლების, უაღრესად საინტერესო დოკუმენტებს გაეცნობიან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ ახალგაზრდა პოეტის ლია ლიქოკელის შემოქმედებით საღამოს უმასპინძლა. პოეტმა მკითხველის წინაშე ბოლო პერიოდში დაწერილი ლექსები წაიკითხა. საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრა და აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ხონისების ფარგლებში მოხდა მისი ლექსების ბოლო კრებულის გოგოების კანონი წარდგინება. დღეს შეხვედრა მოაწყო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ და მითხრეს, რომ სტუდენტებს თუ შევხვდები სიამოვნები დავთანხმდით და წიგნის პრეზენტაცია, ну ეს ასე ვთქვათ, პრეზენტაცია უბრალოდ შედარებით ახალია ჩემი წიგნის გოგოების კანონი, ალბათ ამ შემთხვევაში ამ წიგნზე მირჩევნია ლაპარაკი, ამ წიგნიდან მირჩევნია ლექსების წაგება. არაფორმალური განათლების აღიარების საკითხებთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული ინიციატივა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს მოახდინონ ფორმალური განათლებისგან დამოუკიდებლად არაფორმალურ გარემოში მიღებული ცოდნის აღიარება. მათ ასევე ექნებათ საშუალება მიიღონ სრული პროფესიული კვალიფიკაცია, ან დააგროვონ კრედიტები კვალიფიკაციის სამომავლოდ მისაღებად. ადამიანები ცოდნასა და გამოცდილებას ცხოვრებაში სხვადასხვა ფორმით იღებენ, დააგროვებენ და არაფორმალური განათლება არის სწორედ ესეთი ერთ-ერთი ფორმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არაფორმალური განათლების აღიარება ხდებოდეს ფორმალური განათლების პროცესში, ანუ არ დაეკარგოს ადამიანს სწორედ ის ცოდნა და უნარჩვევები, რომელსაც დაეუფლა პროფესიულ განათლებაში, ამ შემთხვევაში შემოსვლამდე და შესაბამისად ამ კუთხით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. დღევანდელი ღონისძიება ეთმობოდა არაფორმალური განათლების ვალიდაციის საკითხს.
მოგეხსენებათ ორ კოლეჯში, კაჭრეთის და ახალციხის კოლეჯებში იწყება უკვე ვალიდაციის პილოტირება. ეს გახლავთ დასრულებისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მათ უკვე დაგროვილი ცოდნა და კომპეტენციები იღიარონ სპეციალური მეთოდოლოგიის მიხედვით. აფხაზეთის დამსახურებულ ექიმს, სოხუმის სამშობიარო სახლისა და თბილისში ქალთა კონსულტაციის პედიატრს, ზიზიანთელავას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა და უზენაესი საბჭოს წევრებმა 80 წლის იუბილე მიულოცეს. სტუმრებმა მედიკოს საზოგადოებისთვის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და უმაღლესი საბჭოს სიგელი გადასცეს. ქალბატონი ზიზი, როგორც ექიმი, პედიატრი და როგორც გინეკოლოგი მისი დამსახურება საზოგადოების წინაშე ცოტა სხვანაირია. დღეს შეკითხვა დაუსვეს, რამდენი ბავშვი გეკოლება მიღებული, რამდენი ბავშვს მიეცი სიცოცხლე. არ ვითვლიდიო თქო, მაგრამ ხო ვიღაცა ითვლის ამას და ამდენი საზოგადოება ითვლის, ამდენი სიკეთე გაუკეთებია ქალბატონ ზიზის. მართალია, შრომაში უფრო ვიყავი ვინმე ფუფუნებაში. ეს ფუფუნება შეიძლებოდა ჩემთვის ყოფილიყო, მაგრამ ეს არ იყო. ჩემი მიზანი სხვა იყო და აი ეს ამას 53 წელია ამას ვაკეთებ.